ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს ხვდება საინფორმაციო ხასიათის დისკუსიის ფარგლებში დახურულ კარს მიღმა განიხილავენ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს. ამერიკული ფარას ანალოგი ძალაში 31 მაისიდან შევა. რაჟდენ კუპრაშვილი შეხვედრის მონაწილეებს კანონის აღსრულების კონკრეტულ დეტალებს აცნობს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, ამერიკული ფარას დოკუმენტი მხოლოდ გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს და საქართველოში არავის საქმიანობას არ ზღუდავს. შეგახსენებთ, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მე-11 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა. კანონის ამოქმედების შემდეგ კი უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები იქნებიან, რომ დოკუმენტები ანტიკორუფციულ ბიუროში წარადგინონ. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება კანონის აღსრულების მექანიზმები. ძალიან დიდი ინტერესია, მეხარია რომ თანამშრომლობა შედგა ჩვენსა და იმ სექტორს შორის, ვისაც შეიძლება შეეხოს აღნიშნული კანონი. ამიტომ დღეს ანტიკორუფციული ბიურო პირადად უპასუხებს ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ კანონის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. ფარას კანონი არანაირად არ უნდა იყოს გაგებული, რომ რაიმე სახის შეზღუდვებს აწესებს ან რაიმე სახის სტიგმატიზაციას იწვევს. პირიქით, ფარას კანონი ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რაც არის დაკავშირებული გამჭვირვალობასთან, დობასთან, შესაბამისად ყველა ეს პრინციპი უფრო მეტად გააუმჯობესებს ამ ორგანიზაციების და სუბიექტების საქმიანობას.